მოგესალმებით, ჩემი სახელი არის მარი, ჩემი შვილი, რომელიც არის 10 წლის და მყავს ქალბატონ მაკასგან. ქალბატონ მაკას შესახებ გავიგე ჩემი მეგობრისგან, რომელიც იყო მისი პაციენტი და უბრალოდ იყო აღფრთოვანებული თავისი შვილის შედეგებით. მეც გადავწყვიტე, რომ მეცა და მოკლედ სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან მქონდა იმედები, რა საკვირველია, თუმცა ესეც შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ჩემი შვილი 4 წლის ასაკიდან ატარებს სათვალეს, პირველ ვიზიტზე, როდესაც მივიყვანე ექიმთან, უბრალო შემოწმების მიზნით მივიყვანე, არ ველოდი ამ ხელომინუსიც თუ ექნება და თავიდან მქონდა 2.75 ერთ თვალში და 1.75 მეორე თვალში, მაშინ იყო ბავშვი 4 წლის. მას შემდეგ რა საკვირველია ყოველ 6 თვეში ერთხელ მქონდა გადამოწმებები, რაღაც პერიოდი გაჩერდა მინუსი, თუმცა ამ ბოლო დროს ძალიან მოიმატა. იმდენად მოიმატა, რომ ზაფხულის შემდეგ, როდესაც 6 თვე გავიდა, ამ ზამთარს მქონდა უკვე 4 და 25 დაახლოებით. ძალიან შემეშინდა და ზუსტად ამ დროს გავიგე ქალბატონი ნაკა გოგიაშვილის შესახებ. მოვიყვანე ჩემი შვილი და შედეგებით ვარ მართლა გაოგნებული. არ ვიცი, რა ენაზე გადავხადო ამ ქალბატონს მადლობა, იმიტომ რომ სრულიად უმტკივნეულოდ, უოპერაციოდ, აი ყველანაირი ჩარევის გარეშე, ჩემი შვილი დღეს ხედავს სათვალის გარეშე. ასევე მუშაობენ სიელმეზეც, ჩემ შვილს ჰქონდა სიელმე, რომელიც სათვალეში ცოტათი იმალებოდა, მაგრამ მაინც იყო შესამჩნევი. დღეს ის აღარ ატარებს სათვალეს. შეიძლება, აი გვანახეთ. სურათი ცოტა ახლოს თორში. მოიცა მე მოგიყვანთ ერთი წუთი ბოდიში. აი ეს იყო, ან რამდენი ქონდა გადახრა, გახსოვთ? 25 გრადუსი ქონდა გადახრა. 25 გრადუსი სათვალეში და დღეს როგორია ანა, მეორე სურათი უნებას მომცემ. კი ბატონო, დღეს ალექსანდრა გამოიყურება ესა. ой, გენაცვალე, დიდი მადლობა. ახლა ქალბატონო მარი, მადლობა. მაინტერესებს თუ გახსოვთ ჩვენ ყოველ ადამიანს ვამახსოვრებინეთ, რამდენ ნაბიჯზე ხედავდა ბავშვი, ვიდრე დავიწყეთ მკურნალობა, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა თვალით. თუ სწორად მახსოვს, 4 ნაბიჯზე ხედავდა. რამდენ ხანში მოემატა მხედველობა და როგორ იგრძნო ბავშვმა ან თქვენი ემოციები ამ შემთხვევაში? კი ბატონო, ესე პირველივე დღეს როგორც კი დავიწყეთ ვარჯიში, ანუ 9 საათი ვარჯიშეს თუ არ ვცდები, რამდენიმე წუთით მეტი შეიძლება და როდესაც უკვე შემოვიყვანეთ შემოწმებაზე, ბავშვი ბევრად უკეთ ხედავდა და ანუ არ ვიცი, მე მართლა შოკში ვარ, იმიტომ რომ მართლა არ ველოდი ესეთ შედეგს, აი ესეთ მოკლე ხანებში. რაც შეეხება სიელმეს, რამდენი ქონდა კუთხე? თავიდან მქონდა 25 თუ 26 გრადუსი. და დღეს? თუ არ ვცდები, დღეს უკვე აქვს 0. აი დღეს 2 წუთის წინ ჩვენ გავსინჯეთ. რამდენი პროცენტი დაინახა, ნუ ციფრები წაგაკითხეთ. 0.04 ნიშნავს 4 ნაბიჯს და რა ციფრი წამიკითხეთ? დღეს წავიკითხეთ 0.2. ანუ თუ ნორმათი ხაზია, ბავშვმა დაინახა 2 ხაზი. რამდენი პროცენტია მომატება მხედველობის 80? დაახლოებით 80% ვფიქრობ. კი ბატონო, აი ბავშვის ცხოვრებაში ხასიათზე ეს რაიმენაირად აისახა? ჩემ შვილს ცოტა რთული ხასიათი აქვს, ძალიან რთულია რომ მას რამე ბოლომდე მოეწონოს. თავიდან სათვალე რომ მოვხსენით, პირველი ვარჯიშის შემდეგ, ცოტა გაფანტული იყო, მეუბნებოდა რომ დაბნეული იყო სათვალის გარეშე, მაგრამ უკვე ბოლო რამდენიმე დღეა შვენივრად ხედავს, თვითონაც გაკვირვებული და გაოგნებულია და ზოგჯერ აი ქუჩაში რომ მივდივართ ხოლმე, გამომხედავს და დედა მე ამას ვხედავ, მეუბნება და ჩემს სიხარულს რა თქმა უნდა საზღვარი არ აქვს. ძალიან კარგი. და ბოლო შეკითხვა მეც ახარ დაგაყოვნებთ. მტკინეულია პროცედურები, სხვა პაციენტების შედეგებს თუ უსმენთ ხოლმე ან ესწრებით, იმიტომ რომ თქვენ დაკავთ პატარა ჩვენთან. კი ბატონო. პროცედურა არანაირად არაფერი მტკივნეული არ არის. სხვა პაციენტებს რასაც ვუყურებ, ძირითადად უცხოეთიდან არიან ჩამოსულები, მე რასაც ვხედავ, თუმცა ქართველების დადიან რა თქმა უნდა და ისინიც არიან გაოგნებული. ერთი ქალბატონი არის, რომელიც ჩვენს მერე მოვიდა და მისთვისაც იყო პირველი ვარჯიში, ასე ვთქვათ და ისიც იყო შოკში უბრალოდ. მეც იმდენად ბედნიერი ვარ და იმდენად მიხარია, რომ ესეთ შედეგი აქვს ჩემს შვილს, რომ
აი მართლა არ ვიცი, მოსღვაწებული ენერგია საერთოდ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და ბოლოს გაუმჯობესება და გაჯანსაღება ორივე პოზიტიური მცნობა და იმედია მივუყვანთ გაჯანსაღებამდე. დიახ, მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ქალბატონო მაკა. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ.